ნახევარი საათმანე მქონდა რეგიონალობა ყოფილიყო მისი მოსახლე და შემდეგ განთავარი. ეს იყო ძალზე მიზანდასახული. ისინი ასად მოფიქრებულ გეგმებზე აგებული ხვედრები ახსეულდა მრავალწარმოებებს. თავისი უმთავრესი მისიის შესახებ მას სოლის ტაძარში განაცხადა 1967 წელს პატრიარქად კურთხევისას. მე მსურსო ზანებდა ეს გამომავლენო ქართული ერის შინაგანი ენერგია. მას ჯეროდა რომ ის სამწყსოს ერს რომელმაც 1000 სისხლისი მიიღო ქრისტეს ნათელი უდიდესი შინაგანი ძალა და ენერგია ჰქონდა, რომელიც იმჟამად დაფარული იყო ათეიზმის ძლიერი ფარდით. მართლაც მისი გაბრძანა ნიშნული ხალხში კვლავ აღორძინდა ქრისტიანობა, ამხრივ მისი ღვაწლი არის სამოციქულო. მრავალჯერ თქვა მისმა უზრუნველესებამ ამ 59 წლის წინ ჩაიყვანა დაუსრულებელი ეკლესია და ხედავთ ეს მისი მმართველობის შედეგად გაძლიერებულს როგორც საუნების შეა ნარკომი ვითარცა ორბისა განახლდა საჯაროქე ეკლესია. ჩვენ ამ დღეებში კიდევ ერთხელ დავინახეთ თქვენ უზრუნველესებო გაგიშლიათ არსების ფრთები და თქვენს ფრთებთან ქვეშე იკრებთ სრულიად საქართველოს ერს ყველა მართლმადიდებლს განურჩევლად მისი ეთნიკური წარმომავლობისა ყველა მოქალაქეს დიდსა და მცირეს ქვეყნის მმართველებს რიგით მუშაკებს რომელთა როცვა ახლოს არის უფალ ღმერთთან თქვენ იკრებთ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს სამშობლოს მსროლ ჯარისკაცებს ახალ თაობას იმედსა და მომავალს ერისა თქვენ ჭეშმარიტად ზანდებით მამა სამშობლოისა. რამდენი ახალი ეკლესია, მონასტერი, საეპისკოპოსო შემატებთ უფლის სამცხეს. რამდენი წინაპართან სამოსხებული, მაგრამ ამჟამად დაუშლებული საქმე განაახლეთ. რამდენი სიკეთის მიზეზად იქცა თქვენი სიტყვა და ზრახვა. ყოველას წმინდა ღვთისმშობლის სიყვარულის ანუ სულიად საქართველოს მსახურება შეუძლებელია ღვთისმშობლის გარეშე. თქვენი პატრიარქობის პირველ წლებში სულაც მთაზე თქვენი ლოცვა წინ უძღოდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენას. ასევე თქვენი ლოცვით და შრომით დაგვირგვინდა თითქმის თანაფარდი ავტოკეფალური მოძრაობა. ყველა თქვენი დამსახურების მოწესებითი გამოხატულება წმინდა სინოდის მიერ თქვენი დაჯილდოება წმინდა კვართის ორდენით, რომელიც არის და იქნება საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ყველაზე უფრო საპატიო ჯილდო, განსაკუთრებული ღვაწლისა და წარჩინების ნიშანი, რომელთაც დღემდე არავინ დაჯილდოებულა. ჩვენ კვლავ დავსახოთ, რომ ამჟამად ვდგევართ სიონის ტაძარში, იმ ადგილზე, სადაც განისწორებენ ჩვენი უდიდესი პატრიარქები, თავდადებული მოღვაწეები, როგორც ილია მართალი ამბობდა, მსგავსი უდიდესი მოღვაწეების მიმართ განესწორეთ მშვიდად მათ გვერდით, თქვენ აღასრულეთ თქვენი ვალი, საუკუნო იყაო, ხსენება შენი ღირსო ნეტარებისაო, უწმიდესო პატრიარქო ჩვენო, ამინ. Good.